მოგესალმებით. დღესდღეობით სპორტი ისევ პონტობს, ამიტომაც თქვენ უყურებთ სპორტის პონტის არხს. ინტრო გავუშვით. სპორტის პონტი, სპორტის პონტი, სპორტის პონტი. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ UFC ლონდონზე, რომელიც 21 მატჩს ჩატარდა, როგორც იცით, ჩვენი ქართველი რომან დოლიძე გამოდიოდა და ასევე ვისაუბრებთ ფეხბურთზე, რა ხდება, როგორ ხდება, ვინ ლიდერობს პრემიერ ლიგაში, ლა ლიგაში, მოკლედ ყველაფერს ასე თუ ისე, როგორც გვჩვევია იუმორით, მაგრამ ყველაფერს აუცილებლად შევეხებით. წავედით. UFC ლონდონი. დავიწყოთ UFC-თ, წინაზეც რკენათი დაიწყო, ამიტომ ახლაც MMA-თ UFC-თ დავიწყოთ, თან უცებ ჩავამთავრებთ მაგ ამბავს. მოკლედ UFC-ს კარდი რო შეგახსენოთ, იყო დაიერი ოლივერა, როკი ალსელვადი, პინტო ფრანციო, ვიგაცა და ტროკოლი, სუდერლანდი პეირი ვიგაც, ვუდი და კეიტა, ჯონსი და სოლა, Fight of the Night-ი და Fight of the Year-იც კი შეიძლება. ეს ჯგუფი ყოფილიყო, მაგაზე ვისაუბრებთ. კემბელი სილვა, რომანი დანკანი, ბარანიევსკი ლეინი, პეიჯი და პატერსონი, შეგვეძლო არ თქვა ეს, რაილი ეზველი ან აზველი და ევლოვი მარფი. მოკლედ მოგახსენებთ ძალიან რა მოხდა UFC ლონდონზე, იმიტომ რომ უფრო კონკრეტულად რომან დოლიძეზე ჯობია რომ მე მგონი რომ ვისაუბროთ, მაგრამ მოკლედ გეტყვით, მაინც პრელიმებს ძალიან არ შევეხოთ, უბრალოდ ორ ბრძოლას გამოვარჩევ პრელიმებიდან, ბევრი ძალიან მაგარი ბრძოლა იყო პრელიმებშიც, ვიხალ ისე კიდეც და საინტერესო რაღაცებიც ვნახე და საინტერესო ახალი ხალხიც ვნახე, მაგრამ ყველაზე მეტად მომწონდა ბოლო ორი ჩხუბი, იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესო იყო ბოლო ორი ჩხუბი, ესე იგი კეიტა, ვუდი, იმიტომ რომ კეიტა ვიცოდი და თუ არ იცით კეიტას UFC-ს დებიუტი იყო, მაგრამ იბრძოდა ბევრ პრესტიჟულ ორგანიზაციაში, ორი ქამრის ჩემპიონი და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან მაგარი ბიჭია ბელგიიდან. ერთ-ერთი წაგება აქვს, მე მგონი მათეს ანიკიძესთან, ჩვენს ქართულ მებრძოლთან და ნათანიელ ვუდი იყო, ჰაიპის წაგში, კეიტა მოდის რაღაცა და ვერაფერი, ვერ მიართვა ვერაფერი კეიტას. კეიტა, რთულია მაინც UFC-ს დებიუტი, რაც არ უნდა ტოპ მებრძოლი იყო, თუ UFC-ში არ გაქვს ნაბრძოლი, მაინც წეხია და რთულია. მაგრამ ნათანიელ ვუდმა მოიგო გადაწყვეტილებით საჯების, ოღონდ გაყოფილი გადაწყვეტილებით. ეს ნიშნავს, რომ ერთი რაუნდი, ესე იგი ერთმა მსაჯმა მიცა კეიტას ხმა, მეორე მუც და მერე მესამე მუც. და საინტერესო ის იყო, რომ ბევრი ხალხი წერდა, რომ კეიტას უნდა მოიგო, ვუდს უნდა მოიგო, როგორც არის split decision-ი ზოგადად ყოველთვის იწვევს ლაპარაკს, მაგრამ მე პირადად ვფიქრობდი, რომ ვუდმა მოიგო. მე prediction-ში TikTok-ზე ვინც უყურა, კეიტას მივეცი ხმა, თუ სწორად მახსოვს და მაწყობდა კიდეც რომ კეიტას მოიგო ჩემი იმის გამო, მაგრამ ნათანიელ ვუდმა თავის დასახული გეგმა ჩემი აზრით ძალიან კარგად შეასრულა. ლამის სახში გაატანა ფეხი კეიტას, თავისივე ფეხი და წყნარად ჩვიდად მიყვებოდა თავის გეგმას, კეიტა კი თითქოს მარტო ერთ დარტყმას ეძებდა, რომ ერთი დარტყმით გავთიშავ. ვერ გათიშავ ვუდს ერთი დარტყმით თურმე და წავიდა კეიტა დამარცხებული, მაგრამ მე მგონია რომ მაინც თავის თავს დაამტკიცებს UFC-ში კეიტა და წარმატებები უსურვოთ აქედან კეიტას, ვიცი რომ ამ ვიდეოს უყურებს, კეიტა, good luck. მეისონ ჯონსი, აქსელ სოლა, ან სოლა, როგორც გინდა დაარქვით, Fight of the Night და Fight of the Year შეიძლება ჩვეულებრივ, იმიტომ რომ ამ ორმა მანიაკმა ვინც უყურეთ, არ ვიცი, სასწაული ბრძოლა გვანახეს, პრელიმი რო რჩებოდა და უკვე რო ყველას რომ მეინ კარდი გვინდოდა რომ ეს ბრძოლა არ დასრულებულიყო, საერთოდ აღარ გვინდოდა მეინ კარდის დაწყება. იმიტომ რომ მოკალეს ერთმანეთი მართლა ორივე, მეისონ ჯონსზე ვიცოდით რომ შერეკილი იყო და გიჟი იყო, მართლა სადმე რომ შეგვდეს უნდა გაეცავლა ასე შემდეგ, ეს გაფრთხილებები არის ყველგან, მაგრამ აქსელ ზოლაზე მე ეგეთი რაღაც არ წამიკითხავს. და აქსელ ზოლას გამძლეობა იყო სასწაული. მეისონ ჯონსზე კიდევ მომობ, იმიტომ რომ მოხვილე ყურადღებას, რომ ვიცოდით, რომ ცხოველია ეს კაცი მართლა, მაგრამ აქსელ ზოლამ არ ვიცი უბრალოდ ბოლო წამსაც უკვე რომ თვალებში ვეღარ ხედავს ეს დადის, ეუნებოდა რომ მოდიო ჩემთანო, მოდიო გავცვალოთო და იქ კომენტატორებმაც თქვეს და მეც ზუსტად მაგას ვიძახდი, რომ ამ ბრძოლაში ორივეა გამარჯვებული. რა თქმა უნდა, მეისონ ჯონსმა მოიგო გადაწყვეტილებით,
მაგრამ სხვა კუთხით ვიძახი, რომ ორივე არის გამარჯვებული, მეისონ ჯონსი ამბობდა, ეს ვინ ყოფილაო, ბრავო და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ბრძოლებზე, პრელიმებიდან ამ ბრძოლაზე მინდოდა მესაუბრა. წავედით main card-ზე, let's go. კურტის კემბელი, დანი სილვა. ესე იგი, აქ ძალიან ბევრი ამბობდა და მე მგონი ფავორიტიც იყო კურტისი, კემბელი, თან ინგლისელია, აქ იბრძოდა, აი სათვალეებიანი ბიჭი კიკინით. ეჩქუებოდა დანი სილვას. მე რატო გამიხარდა დანი სილვას მოგება? იმიტომ რომ არ ვიცი, მივეცი ხმა ჩემ prediction-ში, ესე იგი მივეცი ხმა დანი სილვას, რომ მეთქი დანი სილვა მოიგებს. ჯეროდა სადღაც აი არ ვიცი 60-70%. უბრალოდ მინდოდა რომ რაღაცა upset ამბავში ყოფილიყო რა. ეხლა ძალიან დიდი upset-ი ეს არ დაუტრიალებია დანი სილვას, მაგრამ მაინც ხალხს ეგონა რომ კურტისი მოიგებს. გამოვიდა ბოქსიორი და კურტის კემბელი დააძინა. ამიტომ და მე მიაძახა კიდეც რომ სკაუსერებიო როგორ დანოკაუტით. თუმცა ნოკაუტი ესე არისო, პედიბიმლეტი მაგას ამტკიცებს რომ არავინ არ ვიციშებითო. მაგრამ ნუ ფაქტია დენი სილვამ ლამის მიაძინა ჩვენი სკაუსერი და ბოდიშები აქიდან კურტის კემბელს ჰეითისთვის. უბრალოდ გამიხარდა რომ ჩემი პრედიქშენი გამართა მეტი არაფერი, კურტის ძალიან მაგარი მებრძოლია და ჯერ ძალიან პატარაა რა. ამიტომ ეს წაგება პირიქით мотивация უნდა იყოს ჩემი აზრით და უკეთეს დაბრუნდება კემბელი ალბათ. წარმატებები უსურვოთ კემბელს აქიდან, მგონი კემბელი არ უყურებს ჩვენ ვიდეოებს, მაგრამ გაუზიაროთ მაინც და წარმატებები კემბელს. ესე იგი, ბარანიუსკი ლეინი იყო რომანდოლიძის ბრძოლის შემდეგ, ბარანიუსკი 28 წამში დაამთავრა, performance of the night აირტყა, ფული აირტყა, სახში წავიდა. ძალიან მაგარი ბიჭია ბარანიუსკი, ესე იგი პოლონელია. და light heavyweights ესე იგი პრობლემა აქვს თუ ესე გააგრძელა სასახად, მაგრამ ნუ უფრო რთული ტესტიც ელოდება ახლა ბარანიუსკის ლეინის და ეგეთებს რო შეხვდება, მაგრამ ამიშობა აქვს ვისხვდები UFC-ა 28 წამში გამოდიხარ, კაცს ანოკაუტებ 100 G's baby მე მგონი, ხო? 100,000 გახდა თუ არ ვწდები performance of the night-ი ბონუსი და ბარანიუსკი წავიდა. წანა ჩვიდათ შემდეგ ივენტზე ვიშოვებ თუ გინდათო თქვა. შემდეგი ბრძოლა, მაგის შემდეგ იყო მაიკლ პეიჯი, სამ პატერსონი. სადმე, აი არ ვიცი, ვინმე თუ ხართ ვისაც არ აგაქვთ ეს ჩხუბი ნანახეთ, ანუ ამ ქართს უყურეთ, მაგრამ ეს გამოგჩათ, ანუ ვაფშე არ უყურეთ ამ ქართს, ეს ჩხუბი არ ნახეთ, გილოცავთ. საშინელი ამაზენი ჩხუბი იყო. მაიკლ პეიჯი, რომელიც არის counter punch, ესე იგი, counter დარტყმის სპეციალისტი უფროა და ეგრეთ გავს მე შოუს ეს რო ქანაოს რაღაცა და არ წავიდა პატერსონი წინ, პეიჯი წინ არ მიდის ხოლმე იშვიათად თუ ვიღაც თუ დაზიანებული ყავს მაშინ და პატერსონი არ შეუტია რაღაცა დამთავრდა მოიგო პეიჯმა ბუ გააგდეს მოდი დანავეცაც წავიდა და ამ ჩხუბს არც უყურა მე მგონი პირველ რაუნდის მერე და კაიცქნა ძალიან საშინელი ბრძოლა იყო ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ მინდა ამ ბრძოლაზე მინდა რომ დავივიწყო რომ საერთოდ ნანახი მაქვს ამის შემდეგ სამაგიეროდ გამოვიდა რაილი და ეზველი ან აზველი არ ვიცი როგორც გინდა დაუძახეთ და რაილი მოუგო. საჯების გადაწყვეტილებით მოუგო, მაგრამ ძალიან დამაჯერებლად რაილი ძალიან მომეწონა. პირველად ნახე რაილის ჩხუბი ესე, ლაივში, ჰაილაითები და თქვათ ერთი რაუნდი არა ნახი მაქვს, მაგრამ აი ესე მთლიან 3 რაუნდი არ მინახავს რაილის ჩხუბი, ძალიან მომეწონა. მართლა, ესა featherweight ესე იგი ვოლკანოვსკის დივიზიონია, ყოფილი ილიას დივიზიონი და აი ძალიან მომეწონა რაილი და მგონია რომ ესე თუ გააგრძელა რაღაცებს მიაღწევს აუცილებლად, იმიტომ რომ მართლა მომეწონა რაილის ჩხუბი ეზულთან დამაჯერებლად წარად შვიდათ მოიგო რაილი, მოკლედ ბრავო რაილის გენაცვალე რაილი. ევლოევი მარფიზე გადავედით, ევლოევი მარფი იყო მთავარი ბრძოლა ამ კარდის და ევლოევმა მოიგო, მოკლედ 5 რაუნდი იჩხუბეს და საჯების majority decision-ი უმრავლესობით მოიგო. ესე იგი, ევლოევი მარფიზე მე TikTok-ზე prediction-ები მისახეთ იცით ვილაპარაკე, რომ ევლოევი გაიმარჯვებს მეთქი, ჩემი აზრით, მაგრამ თუ ფეხზე დგომი უფრო ხშირი წავიდა, მარფის ძალიან დიდი შანსი აქვს თქო. ძალიან შევწდი, იმიტომ რომ ფეხზე დგომი იყო და ევლოევმა მოიგო. ანუ ფეხზე დგომშიც მე ვფიქრობ, რომ ევლოევმა მარფის მოუგო. მარფიმ წელი მტკიოდაო და თავი ამტკივდაო და ნოშპა ვერ წარმოვიგდა და რაღაც. არ მაინტერესებს, წააგო, მოიგო ევლოევმა და ალბათ შეახველა მე ვოლკანოვსკის და ვოლკ შენი იმედი გვაქვს, ჰეი ვოლკ, აქიდან მოგმართავ, შენი იმედი გვაქვს, რომ აი ეს ამ კაცს მოუგო და ეს 20 და 0 რო გაუხდა ახლა 20 და 1 გაუგეთო. ძალიან თქო ვოლკ, ყველას გვიყვარხარ, მოკითხვა from Georgia.
გადავედით რომანის ბრძოლაზე, ესე იგი რომან დოლიძე ხდებოდა CLD-ს, ანუ Duncan's Christian Leroy Duncan რა, CLD ესე ეძახიან, რომელიც ყოფილა რომან დოლიძის ფანი, მეგობრებო, სემინარზეა რომანთან ნამყოფი 10 წლის წინ თუ რაღაც დიდი ხნის წინ მოკლედ. და ერთ-ერთი ინსპირაცია რომანი იყო და ასე შემდეგ ეს ნალაპარაკები აქვს Duncan's. წააგო ნუ რომანმა მსაჯების უმრავლესობის გადაწყვეტილებით ესე ყველა მსაჯმა Duncan's მისახმა. და აი პირველად ახლა გულწრფელად რო ვილაპარაკოთ, მოკლედ რო ვუყურებდი ლაივში ამ ჩხუბს, რო ვუყურებდი, მეგონა რომ პირველი რაუნდი იყო შანსი რომ რომანს წამოიღო უფრო დიდი ვიდრე დანკანი. მეორე რაუნდი ნუ ცალსახად დანკანმა მოუგო და მესამე რაუნდი რომანმა მოიგო. ნუ კონტროლით და ასე შემდეგ გადაიყვანა. ნუ კაი იქნებოდა სამ, მაგრამ მაინც ვამბობდით რომ სამიშენი მაინც გჭირდება, იმიტომ რომ დარწმუნებული არ ვიყავით რა. ნუ ვამბობდით რა, მე ვამბობდი და კომენტატორები რა. ვეთანხმებოდით ერთმანეთს, მე ბუჩო და მინდია. მოკლედ ის იყო რომ ანუ რომანს აი როგორ თქვა აი მერაბი რასაც ეუნებოდა რა, მერაბი ყავდა კუთხეში, როგორც ნახეთ და ეუნებოდა რომ მეტი ჭიდაობა ძმაო, მეტი ჭიდაობა რაღაცა, მაგრამ არ ვიცი რომანი ნუ ჩალიჩობდა აი ამ იმას უკანა იდახს მოკლედ გაერტყა დანკანიშვილს, გაარტყა კიდეც ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ, მაგრამ არ ეცემოდა დანკანი პირველად რომ გაარტყა, უკვე მერე რომანი დაღლილი იყო და ისეთ სიძლიერით არ მიდიოდა რომანის დარტყმა რომ დანკანი გათიშულიყო. ჭიდაობაშიც ვერ ნუ ვაკონტროლეთ, რა თქმა უნდა, დანკანს რომანი გააკონტროლებს, მაგრამ ვერ მონახა ის სამიშენი ან კისერი ან ფეხი ფეხს ეძებდა ძალიან ხშირად. ნუ დამარცხა რომანი და მეორედ მესამედ რო უყურე ბრძოლას, ნუ ვერ ვეწინააღმდეგებ მსაჯებს, ესეთ არგუმენტს ვერ ვამბობ ლეგიტიმურს, ანუ კონტროლი ქონდა რა. მსაჯი გეტყვის დაზიანება ქონდა, შენეტყვი არა და მერე გეტყვის ხო და ასე შემდეგ. ამიტომ მოიგო დანკანმა, ბრავო დანკანს. რომან დოლიძესთან, ანუ ერთადერთი ის არის, ანუ არ ყავს ესე სტაფი რა, აი წვრთნელების სტაფი, მოკლედ ხო არის, აი ილია თოფურიას მაგათად ყოველთვის მოყვება მისი ძმა და ის ეხა დამავიწყდა სახელი, მოკლედ სულ ერთი და იგივე ხალხი დაყვება, როგორც მეირაბს მაგალითად ჯონ ვუდი ან რეი ლონგო და იქ ასე შემდეგ რა. სტერლინგი და ნუ ვატოც რა თქმა უნდა. და ანუ აი რომანს არ ყავს ეს სტაბილური ისა გეგმა რაღაცა უფრო ისე უნდა სერიოზულად მიდგომა, მაგრამ ნუ აიც რომანია ხასიათით იგებს ასე შემდეგ ვერ მოახერხა, არა უშავს, რაც მოხდა, წარმატებები უსურვოთ რომანს, გინდ UFC-ში, გინდ ცხოვრებაში, წარმატებები რომან, იმედია კიდე გიხილავთ UFC-ში, იმიტომ რომ არ ამგონია ესე მორჩეს რა რომანი ესე არ დაამთავრებს, გამარჯვებით თუ დაამთავრებს. წარმატებები კიდევ ერთხელ რომანს, თან დღეს რაღა იყო და UFC ლონდონზე საერთოდ არ გამოიყურებოდა მთლად ისე რომ აი რომანი დანგანზე 7 წლით დიდია და რაღაც დანგანიც ჩვენივე ძალიან დაღლილი იყო და ვერ დადიოდა ბოლოს დაიღალა, მაგრამ ნუ არ იყო რომანს ის ძალა, ის რაღაცა ასე შემდეგ, მარტო იმაზე არ არის რა, უფრო ფიქრობ რომ აი ნაკლებად არის რაღაც გეგმას რო გავყვეთ ტიპი რომანი რა, უფრო გულით სულით შედის და ვიგაცა, მაგრამ აი არც ეჭიდავებოდა, მე გამიკვირდა რა, თან მომენტები იყო რომ აი ვარდებოდა თუ გახსოვთ ფეხში აქ ამოვანათებ მოკლედ, აი რო ვარდებოდა ფეხში და რაღაც ფექსაღება რომ უნდა, მეგონა ვაიმე მეთქი, გაითიშა, ვაიმე დაეცა თან სამჯერ და ბოლოს უკვე მივხვდი რომ ნუ ამას შვება და ვერ ხვდებოდი რატო შვება აი რაიან ჰოლივით რა რაღაცას. უფრო ალბათ როგორც კლასიკური ტეიქდაუნი, სინგლ ლეგი, დაბლ ლეგი რაღაც ეგ იქნებოდა, მაგრამ ნუ ახლა მე რომელი პროფესორი დაისავარ, რომანმა რაც იცოდა, ის გააკეთა, როგორც უნდა ისე გააკეთა და დამარცხდა. მოკლედ UFC ლონდონი შედგა, კაი კარდი გამოვიდა, კარგი ბრძოლები იყო, ჩვენთვის ნუ ცოტა ის რომ რომანმა წააგო ფლად ნუ ბედნიერები არ უყურებდით, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი და საინტერესო კარდი იყო, იქ ევლოი ვოლკანოვსკი ალბათ უკვე ჩაინიშნება ასე შემდეგ. და რა ვიცი, დაწერეთ თქვენ როგორ მოგეწონათ თქვენი ემოციები, თქვენი აზრი ასე შემდეგ, ხოლო ჩვენ კიდე ეხლა გადავინაცვლოთ ფეხბურთზე, წავედით. გადავედით ფეხბურთზე, ესე იგი ფეხბურთში პირველი რა ტურნირსაც და რა ჩემპიონატსაც მინდა შევეხოთ არის პრემიერ ლიგა. პრემიერ ლიგაში დაძაბული ვითარება, პირველ მეორე ადგილოსან შორის ნუ არის 9 ქულიანი სხვაობა.
თუმცა ერთი მატჩის ნაკლები აქვს ჯერჯერობით City-ს, როცა ეს ვიდეო იწერება, მეგობრებო. მაგრამ EFL თასი მოუგო City-მ Arsenal-ს, მაგაზე ვისაუბროთ აი ძალიან წამებში. პრემიერ ლიგას რო გადავხვიოთ, მაგაზე ვილაპარაკოთ. City მოიგო პირველი თასი ამ სეზონში. Arsenal დაამარცხა 2-0, იქ ორაილის დუბლი იყო, მოკლედ, პეპის კოზირის. და არტეტამ ეს ტიტული ვერ მოიგო, მოკლედ, Arsenal-მა იქ უთხურები გაჭირდა, რაღაცა აღარ გვინდა ახლა მაგაზე ლაპარაკი. მაგრამ კაი სერიოზულად, მართლა Arsenal-ს ძალიან ბევრი შანსი ჰქონდა და Arsenal-მაც იმიტომ წააგო, რომ კეპა ედგა კარში რა, აი საერთოდ რეიფს აკეთებს, მადლობა ღმერთს, რომ რეალი და მოგშორდა ეგ ადამიანი და არ ვიცი. წუხარ Arsenal-ის ფანებთან, რომ კეპა გიდგათ კარში, მაგრამ ეს თასი მოიგო პეპ გვარდიოლამ, უულოცა გვარდიოლას. რაღაცა უნდა მოიგო, თან ისეთი ემოციები ჰქონდა და რაღაც, არ ვიცი, ცოტა ეჭვები მაქვს, რომ შეიძლება მიდიოდეს City-დან, არ ვიცი. ეს არის სრულიად ჩემი აზრი, სრულიად ჩემი ვარაუდი, არც არ წამიკითხავს, არც არ დაწერილა, ეს მე ვფიქრობ ესე. რაღაცა განსხვავებული პეპი იყო რა ამ თამაში, რა დალეწა ისინი და გაგიჟდა ისე გაუხაია EFL თასი, პეპს იმდენი რაღაცა აქვს მოგებული, მაგრამ თან რა ვიცი, შეიძლება რეკორდებში რო შევიდა, ესე იგი სერ ალექს ფერგიუსონის მერე ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული და შეიძლება ეგ იცოდა და ისა, მაგრამ რა ვიცი, ნაკლებად გონია მოკლედ. გადავიდეთ პრემიერ ლიგაზე, მეგობრებო, ესე იგი აქ ამოგინათდება თქვენს ხრილი და მე ამოგიკითხავთ უცებ პირველ ათეულს. Arsenal-ია პირველზე, მე Manchester City, Manchester United, Aston Villa, Liverpool, Chelsea, Brentford, Everton, Fulham, Brighton. ესა და ეს. შეგვიძლია Newcastle, Bournemouth, ვინც ძალიან ახლოს აქვს ქულებში, მაგრამ თუ დააკვირდებით, ხო, ყველანი ახლოს არიან ქულებში, აი მე-5-დან სადღაც მე-12-მდე რო ჩავუყვეთ რა, მე-13-მდე. და ეს არის რომ არ ვიცი, აი მაგალითად Chelsea უსწრებს Brentford-ს 2 ქულით, Everton Brentford-ს ერთნაირი ქულები აქვს, Fulham-ი 2 ქულით და ასე შემდეგ. თქვენ თვითონაც ხედავთ, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. ეხლა კი ვისაუბროთ, ესე იგი, პრემიერ ლიგის უშუალოდ ამ ტურზე, ეს იყო 31 ტური პრემიერ ლიგაში. Aston Villa West Ham იყო, Nottingham Tottenham, Newcastle Sunderland, Leeds Brentford, Everton Chelsea Fulham Burnley, Manchester United. მოკლედ. მინდა ვისაუბროთ ჩვენ ამ ტურიდან Manchester-ი Bournemouth-ზე, Liverpool-ი Brighton-ზე, Chelsea Everton-ზე, Tottenham-ი Nottingham-ზე და Newcastle წყალწაღებულზე შეგვილია, მაგრამ ამაზე ვისაუბროთ ისე, რომ შევეხოთ და მარტივად გეტყვით, რომ Aston Villa-მ West Ham-ი გააქრო და West Ham-ი საერთოდ გაქრება ალბათ მალე ისეთ დღეშია. Tottenham-ი მინდა გითხრათ, რომ აი აგერ ცხრილს რომ უყურებდით, ხო, ცხრილი ამონათდეს ისევ. ესე იგი, ცხრილს რომ უყურებდით, Tottenham-ი იმყოფება, მეგობრებო, მე-17 ადგილზე. ერთი ქულით უსწრებს West Ham-ს. და მე-18, მე-19, მე-20 ადგილები, როგორც მოგეხსენებათ, ქვეითდებიან მეორე ლიგაში. Tottenham-ს არ ვიცი, ხა ეს ემუქრება, რა თქმა უნდა, თეორიულად ემუქრება, მაგრამ აი West Ham-ის უფრო შემყურე არ ამგონია. Burnley და Wolves-ი წყალწაღებულები არიან 20 და 17 ქულა აქვთ. არა West Ham-ი არა, ერთი რომ იქნება Tottenham-ი ჩამოაქვეითოს, არ ვიცი, Tottenham-ის ფანები თუ ხართ, ძალიან დიდი ბოდიშვიხტი და ძალიან წუხარ. მაგრამ ესეა, Nottingham-მა მოუგო 3-0, თან სახში თამაშობდა Tottenham-ი და რას უკაცრავად. შეიძლება გავარდეს Tottenham-ი და არ ვიცი, საერთოდ ევროპა ლიგა როგორ ვერ მოიგო Manchester United-მა, როგორ მოიგო Tottenham-მა, ეგეც საკითხავია, ალბათ Ruben Amorim-თანაა შეკითხვები დასმენ. კარგი, ვისაუბროთ, რახან Ruben Amorim-ი ვახსენეთ, Ruben Amorim Pro-Max-ი, Michael Carrick-ი გაუძღვება Manchester-ს, როგორც იცით და ესე იგი Manchester-ი Bournemouth-ი სახში თამაშობდა. ძალიან საინტერესო თამაში გამოდგა. პირველ ტაიმში, ესე იგი, გოლები არ ჰქონდა, მაგრამ მომენტები ჰქონდა Manchester United-ს. აი ბრუნოს დარტყმა მაგალითად პეტროვიჩმა ფეხით გამოიტანა, იქ დიალომ ვერ დაამუშავა ბურთი, რაღაცა მე TikTok-ზე ვინც გამომყვა იმანგი იცის ეს მატჩი მიმოვიხილე, მოკლედ და ვთქვი, რომ Manchester-ის ფანები, ესე იგი, დიალოს ვეღარ ცნობენ, მეთქი აფრიკის თასიდანაც ჩამოვიდა თქო და ასე შემდეგ. მაგრამ მოკლედ გეტყვით და ვისაც თლათ 6 წუთიანი, 5 წუთიანი გარჩევა მოკლედ მარტო ამ თამაშის, გამომყევით TikTok-ზე, აღწერაში იქნება ლინკი და იქაც ნახავთ ძალიან საინტერესო ვიდეოებს. ესე იგი, ეხლა გავაგრძელოთ. ბრუნომ გაიტანა მე-60 წუთზე პენალი, კუნია გაცდა, მცველს და იმან ვაზარი და პენალი, მოკლედ. მერე გაათანაბრა Bournemouth-მა 77 წუთზე, მაგრამ თავარი ის იყო, რომ აქამდე, ხო, მოხდა დიალოს საჯარიმოს შეჭრა და ორი ხელით დაიჭირა მცველმა დააგდო და არ დაინიშნა პენალი. წამოვიდა Bournemouth-ი, გაიტანა გოლი.
და ყველა აპროტესტებდა რომ პენალი ეს გოლი არ ჩაითვლება თითქმის უკვე მე ვფიქრობდი პირადად რომ მეთქი ალბათ პენალს დადებს მეთქი, მაგრამ არა. არ დადო და ზუსტად იგივე რამეზე დადო მე-80 წუთზე პენალი და მაგვაერს ამოუღო წითელი. მე გიყვებით ახლა ზუსტად Manchester United-ის თქვათ ჯგუფებიდან რაღაციდან ფრაზებს. აი ზუსტად ეგ გითხარით რომ იგივე რაღაცაზე მეც ნახე მომენტი მართლა ერთი აი 5-10 ჯერ ნახე ისიც ესეც ორივე იყო ჩემთვის პენალი. ისიც პენალი იყო დიალოზე დასანიშნი ჩემთვის არ ვიცი მართლა მეგონა რომ პენალი იყო და მე რო გადავხედე ისევ მაგაზე რომ ჩემთვის იყო პენალი, მაგვაერზეც იყო პენალი 2-აზე არა, მაგალითად თავიდან ვთქვი, ესეც პენალი იყო, რა თქმა უნდა. თან გამიკვირდა ეგრევე მივიდა წითელი ბარათი ამოუღო და იქ არაფერი არ დადო, აი ცოტა ისეთი რაღაც იყო რა, გასაკვირი რაღაც იყო და ლოგიკური კითხვა გაუშვათ ფანებს. მე იქ იყო კომენტარები Manchester-ის იმიდან რომ ბიჭო ფანით საჯით შეგეყვანათ განაცხადში ბარემ და სუძია ის და სუძია ეს და მსაჯია ეს და როგორც ხდება. მოკლედ ამ საჭს კაი სიტყვები არ შეხვდა. მაგრამ რას ვიზავთ, ესე მორჩა, მაგრამ Manchester-ი გადარჩა მაინც რა. ანუ 71 წუთზე კიდე გაიტანა Manchester-მა იქ ავტოგოლი და მერე მოხდა ეს მაგვაერის ამბები და გაუთანაბრა პენალი გაუტანეს, ესე იგი გაუთანაბრეს და კიდე 15 წუთი ქონდა სადღაც დამატებით დროიდან თუ 20 არა ბორმუთს, მაგრამ გაძლო Manchester-მა, Michael Carrick ბოლმა იმუშავა სადღაც 70 წუთამდე, შემდეგ კი Michael Carrick ჰარამბოლი ჩაერთო საქმეში, მაგანაც იმუშავა და მე მინდა გითხრათ Manchester-ის გულშემატკივრებს და ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრებს, Michael Carrick-ი გახდება ძალიან დიდი ტრენერი, იმიტომ რომ Michael Carrick-ში ჩანს დიდი პოტენციალი. ჭაობიდან ამოიყვანა გუნდი და თამაშს არ აგებს. ერთი თამაში წააგო. რა ვქნათ, ამორიმა 30, ტენჰაგმა 60, ამ კაცმა 1. ამიტომ დაასვენეთ Michael Carrick-ი და კრიტიკა არ დავინახო Michael Carrick-ზე, რომ თამაშებს ვერ იგებს. რაკნას დალო უდგას და ლუქშო. ბოდიში. კარგი, გადავიდეთ ახლა ბრაიტონი ლივერპულზე. ბრაიტონი ლივერპული ჩვენთვის პირადად იმიტომ იყო საინტერესო, რომ გიორგი მამარდაშვილი იდგა კარში, როგორც ალისონმა ტრავმა მიიღო და მამარდა იდგება, ესე იგი, შემდეგი უკვე 5 თამაში PSG-სთან, კვარასთან და მოგლეთ კიდე ძალიან რთული თამაშები უწევს ევერტონთან და ასე შემდეგ გონი. სამწუხაროდ გიორგის გუნდი დამარცხდა ამ თამაში 2-1, დანი ველბეკმა გაიტანა დუბლი, საერთოდ კიდე დანი ველბეკი რო პრაიმში შედის თავიდან ეს გასაკვირია ძალიან, მაგრამ მაინც მამარდასთან შევიდა კიდე და დუბლი გაუტანა. მაგრამ ნაკლებად თუ დავაბრალებდით მამარდას ხა? იქ პირველი პასი თუ არ ჩავთვლით რომ რაღაცა კონატემ რო მე ეგრე კონატესაც დავაბრალებდით, ისის ბურთი ვერ მიიღო. გინდა მამარდას დავაბრალეთ, გინდა კონატეს. რა მნიშვნელობა აქვს? ერთი შეცდომის გამო ხო ეს შედეგი ერთი შეცდომის გამო არ არის რა. ეს არის არნე სლოტი. არნე სლოტი არის გასაშვები აიაქსში. შეიძლება მანდაც არ ვიცი, საერთოდ არ ვიცი, საშინელ ფორმაშია ლივერპული და წუწუნებს თან ტრენერი, გადაგვეღალათ ფეხბურთელები და ისა რა ქვია, ჩემპიონთა ლიგაზე და თან პრემიერ ლიგაზე ჭირს თამაში და მე გადავიხადე 700 მილიარდი ფეხბურთელებში არნე? კარგი რა ბიჭო, კარგი რა. მოკლედ. მამარდა შემდეგი თამაშებიც იდგება და PSG-სთან არ ვიცი, ესე თუ გავიდა ლივერპული, შეიძლება კვარას გოლები გაგვიხარდეს მამარდასი რა გითხათ მეგობრებო. მოგლეთ თან ლივერპული, მოგლეთ მე-5 ადგილზეა. ეს ცხრილი, რომელსაც ვატრიალებთ, მოგლეთ მე-5 ადგილზეა ლივერპული. პრემიერ ლიგაში, ამ ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ გადის. თან ისე ვერ გადის, რომ ასტონ ვილა უსწრებს 5 გოლით, ახლა ლაივ რეჟიმში. და არ ვიცი, ლივერპულო ლივერპულო ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეს, არ ვიცი, მაგრამ წესით გავა, რადგან წესია იცით, რომ პრემიერ ლიგის გუნდები თუ კარგად ჩაატარებენ რაღაცა, მე-5 ადგილოსანიც გადის. მაგრამ ეგეც საკითხავია თუ დარჩება ლივერპული მე-5 ადგილზე, იმიტომ რომ იქ ჩელსი 1 გოლით უსწრებს მარტო. ჩელსიზეც მივალთ და ბრენტფორდსაც 3 გოლით, მაგრამ წესით რა ვიცი, ხა იმედია ლივერპული გავა მე-5-ზე და მამარდა ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ სეზონში და ევროპა ლიგის ჰიმნის მოსმენა აღარ მომიწევს. კიდევ ერთხელ. კარგი, შემდეგი. ნახსენებ ჩელსის მივაკითხეთ. ჩელსის ფანებმა შეგიძლიათ გამორთოთ.
ეს ვიდეო ეხლა გადაახვიოთ 1-2 წუთი, მეტი არ ვილაპარაკებ ამ თამაშზე. ევერტონმა მოუგო 3-0 ჩელსის სახში და ჩელსის ტრენერი საერთოდ თუა ტრენერი, ეგ არის შესასწავლი. უნდა გადავხედოთ საერთოდ ეგ ადამიანი თუ ფეგბურთს თუ იცის, თუ სადმე ეზოში მაინც აქვს ნათამაშები, ეგ ადამიანი ტრენერი არ არის, მეგონი. რაც არ უნდა ნათამაშები აქვს და ეხლა ნუ მართლა ხუმრობით არის, მაგრამ ტრენერი არ არის, არ ვიცი, რეებს აკეთებს, პრესკონფერენციებზე რეებს ლაპარაკობს, რა გადაწყვეტ არ მესმის. ჩელსიმ ისევ დათმო თამაშიდან 3-0 ევერტონთან, მაქამდე წაგებები და აი, არ ვიცი. ლიგიდან გამოვარდნენ კვარადონამ გამოვაგდო და ახლა პრემიერ ლიგაში ტოპ 5-ით როგორც გითხარით წეგან, შეიძლება ვერ შევიდნენ აქ ლივერპული, ჩელსიში და ასე შემდეგ გაირკვევა. მეტი აღარ გვინდა ჩელსიზე ეს ნეგატივი და ცოტა პოზიტივზე გადავიდეთ, მეგობრებო. პოზიტივი ისაა, რომ ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე მაინც აგრძელებს მოღვაწეობას. მამარდაკი იქ იქნება კვარას წინააღმდეგ, მაგრამ ანუ გასახარი ისაა, რომ ნუ ტექნიკურად 3 ქართველი თამაშობს ახლა მეოთხედ ფინალში ჩემპიონთა ლიგის კოჩორა სპორტინგიდან, კვარა PSG-დან და მამარდა ლივერპულიდან. ნუ აქედან 2 ვიცით, რომ სასტარტოს ფეხბურთელი იქნება, ნუ ახლა კოჩორა, ნუ კოჩორაზე და მაგაზე თალკე სხვა ვიდეოში ვილაპარაკოთ, ძალიან ბევრია სალაპარაკო მაგაზე. გულიმწყდება მართლა კოჩორას სიტუაციაზე, ალბათ როგორც ყველა თქვენგანს, მაგრამ ყველაფერი დაალაგდება, მაგრამ ჩემი აზრით მალე უნდა მოშორდეს სპორტინგს, არ ვიცი. იმედია რაღაცა იქნება. კაი, გადავედით, ესე იგი ახლა მივადექით ლა ლიგას, წავედით. გადავედით ლა ლიგაზე, წკაპ, ესე. და ლა ლიგაში ესე იგი 29 ტური იყო. თამაშები იყო რეალი, ატლეტიკო, ატლეტიკ ბილბაო, ბეტისი, სელტა ვიგო, ალავესი, ბარსა, რაიო ვალეკანო, სევილია, ვალენსია, ლევანტე, ოვიედო, ოსასუნა, ჟირონა, ესპანიოლი, ხეტაფე, ელჩი, მალიორკა, ვილარიალი, რეალ სოსიედადი. მაგრამ ჩვენ ახლა ვისაუბროთ თავარ და ყველაზე საინტერესო თამაშებზე. ნუ ვილარიალ, რეალ სოსიედადზე, მიქაუტაძე იფრინა, ასე ვთქვათ. მაგაზე ვისაუბროთ, ბარსელონა, რაიოზე ვისაუბროთ, რეალ, ატლეტიკოზე ვისაუბროთ და ასევე უცებ გავკრათ სელტა ვიგო ალავეს რა, რომელიც 4-3 დამთავრდა და ეგ ცალკე ამბავია, მოკლედ წავედით. ბარსა რაიო ვალეკანო, ესე იგი დამთავრდა 1-0 ბარსელონას გამარჯვებით, მაგრამ ცოტა სურპრიზებიც იყო ამ თამაშში, მაგალითად ის, რომ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ბარსას რიგებიდან ხუან გარსია, მათი მეკარე, რომელმაც უბრალოდ ძალიან სასწაული ბურთები აიღო მართლა და მე ეგ არ მეგონა, რომ რაიო ვალეკანოს თან საერთოდ მოუწევდა ამ კაცს ესეთი ჩართულობა. ვინმეს რო გაეჩერებინეთ მაგალითად ქუჩაში და გამარჯობა თქვენი აზრით ვინ გახდება საუკეთესო ფეხბურთელი ბარსელონა რაიოს თამაშიდან და რაფინია, ლევანდოვსკი, იამალი, პედრი, რა ვიცი, ოლმოსაც კი იტყოდა კაცი რაშფორდსა და ვიღაცებს მოიგონებენ, მაგრამ გარსია არ ვიცი. იფრინა ბარსას ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა რაიომ. და ნუ მაინც ბარსელონამ მოიგო 1-0, მაგრამ ისე მარტივად და არა, როგორც ალბათ ბარსას ფანები ელოდით, ეგრე არა ყოფილა არაფერი, მაგრამ ისე ვინარჩუნებს მოკლედ ბარსელონა 4 გულიან უპირატესობას რეალ მადრიდთან. რეალს ჰქონდა ასევე დიდი შანსი თან რო გულები დაეკარგა ეხა ატლეტიკოსთან, მაგრამ ვერ მოგართვა თარბელოა მეგობრებო და ვერ მიართვა ვერც ბარსას ფანებს ეგ. მაგ თამაშზე კი ბარემ ახლავე გადავიდეთ. Go. ესე იგი რეალ მადრიდი, ატლეტიკო მადრიდი, მადრიდული დერბი. დამთავრდა 3-2 არბელოას გუნდის გამარჯვებით და ნუ პირველი გოლი ესე იგი ლუკმენმა გაიტანა ატლეტიკოს მხრიდან. შემდეგ ვინისიუსის პენალი, ვალვერდეს გოლი, ისევ მერე მოლინამ გაათანაბრა ვინისიუსის გოლი. ეს მოკლედ რო გითხრათ. ეხლა ვალვერდეს ჰქონდა კიდე იქ მომენტი, გძელს გაარტყა რაღაც, ასე შემდეგ, მაგრამ ნუ მთავარი არის რომ ვალვერდი არის სასწაულ ფორმაში. დაფრინავს მართლა, მაგრამ ეხლა აიგო წითელი ბარათი. იმიტომ რომ ჩვენი ძმა ბაენა დაინახა და დაინახა თუ არა მოცელა, მოკლა. ნუ ჩემი აზრით არ იყო ეგ წითელი ბარათი, ნამდვილად კი იყო უხეში თამაში, იყო ყვითელი ბარათი. საწითლე ეგრევე არ ყოფილა. ჩემი აზრით, საჯმა უბრალოდ ეს ბაენას რახან იყო და ეგ კონტექსტი უბრალოდ მაგის გამო გააძევა. რაც ჩემი აზრით ძალიან არასწორია, მაგის გამო თუ ვინმე ტიპს აძევებ, რომ ვთქვათ ეხლა მე რო ვიღაცა ფეხბურთელი ვიყო და მე ვიღაც ადამიანთან კონფლიქტი მქონოდა, მაგამდე გარაჟში დავხვედროდი და იქ რაღაცეები და ნუ მოედანზე ვთამაშობთ უკვე ჩაიარა მაგან და ნუ უხეშად ვეთამაშე. და მაგის გამო უნდა რახან ისტორია გვაქვს ჩვენ, მაგის გამო ეგრევე წითელი უნდა მომიღო, არ ვიცი. კი მიდის უხეშად, მართლა ვალვერდე. მიდის ფეხის მოსაცელად, მაგრამ
არ ურტყავს აი თქვა კაცებს, ანუ ეგრე არ შვება რაღაცას, რომ აი ეგრევე საწითლე ყოფილიყო ჩემი აზრით და რავი უმეტესობის აზრით, ვინც ნახე, ნუ ახლა ვალვერდეს და რეალის ჰეითერებს არ გულისხმობ, უბრალოდ სპორტული კუთხით და რაღაც, მაგრამ საერთაშორისო ფედერაცია და ისა მხარს უჭერს ამსაც, ახლა რა თქმა უნდა რეალთან არ დათმობენ რაღაცა, მოკლედ შეიძლება ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს სვედემ, მაინდა-მაინც ესეთ კარგ ფორმაში მყოფმა, მაგრამ არა უშავს, თავარია რეალმა მოიგო, თავარია ისევ გრძელდება დაძაბულობა, ესე იგი ლა ლიგაში. აქეთ სასწაული გოლი გაიტანა მოლინამ, მოკლედ, გაისროლა რაღაცა მართლა სასწაული გოლი. თვითონ ეს თავს ხელებს ირტყავდნენ სიმეონედან დაწყებული მთელი ატლეტიკოს შემადგენლობა და სკამი და ყველა. მაგრამ საბოლოო ჯამში ვინისიუსმა დაუსვა წერტილი ატლეტიკოს ანახა, ვინ არის ატლეტიკოს მამა და ვინისიუსი როგორც არ უნდა გძულდეს, არ მოგწონდეს, ისა ძალიან მაგარ ფორმაშია არბელოასთან ფაქტია. არბელოა პირველი ადგილიდან დაიწყო რომ ვინიზე მაგარი ფეხბურთელი მე არ ვიცი და ასე შემდეგ და აშკარად ამართლებს მოიგლაპარაკე და ილაპარაკე არბელოა შენ გენაცვალე ვინიზე მაგარი არავინ არ დადის. თან აშკარად ხედავთ რეალი ძალიან კარგი ფორმაშია, როდესაც ბაპე არ არის მოედანზე. ბაპეს ყველაფერი ძალიან კაი სტატისტიკა აქვს, გოლებს იტანს, ყველაფერს აკეთებს, დაფრინავს მართლა რაღაცა, მაგრამ გონია რომ ბაპე რო არ არის რეალი ზოგადად თამაშობს უფრო კარგად. არ ვიცი. ეს ჩემი პირადი აზრია, რა თქმა უნდა, არავის არ გახხოვთავდავს, ამაზრს უბრალოდ გავაჟღერე, რომ ბაპე როდესაც არ არის რეალის შემადგენლობაში, პრესინგი უფრო კარგია, უფრო არ ვიცი, აი უფრო ლამაზად თამაშობს ჩემთვის რეალი. არ ვიცი, ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია, საბოლოო ჯამში დაძაბული მადრიდული დერბი ვიხილეთ. უმაგრესი გოლებიც ვიხილეთ და ბარსა და რეალი მოკლედ ისევ ჭამენ ერთმანეთს 4 ქულაა სხვაობა, იქ ბარსა გადარჩა ქულების დაკარგვას, აქ რეალის გადარჩა ქულების დაკარგვას მოკლედ. გადავედით შემდეგზე. შემდეგი არის ვილარეალი, რეალ სოსიედადი, მიქაუტაძემ გოლთან ერთად ასისტიც გააკეთა, ძალიან ლამაზად. აქ 3-1 მორში ანგარიში, დიდად ესე განსახილველი არაფერი არა, უბრალოდ მიქაუტაძეს ფაქტორი მინდა და მიქაუტაძეს საუბარი მინდა. მიქაუტაძე არის მეგობრებო ტოპ სტრაიკერი, აი ძალიან მაგარი სტრაიკერია მართლა. ლიონიდან ესე გადმოვიდა ვილარეალში, რაღაცა შეგუების პერიოდი, არა, მივიდა ეგრევე გოლების გატანა დაიწყო, ეგრევე სულ სასტარტოშია, მოკლედ ეს მთავარ მატჩებში რაღაცა. და პეპემაც და მიქაუტაძემაც ამ ორ მასშემტევა გაიტანეს, ორივე კმაყოფილი დარჩა, ჩვენს კმაყოფილი დავჭით, იმიტომ რომ პეპეს გოლიც მიქაუტაძის პასი იყო და აი მიქაუტაძე არის დაგეშილი რა, მოკლედ ამ კაცის საქმე არის გოლი. გოლზე არის დაგეშილი, ბურთი მეკარე რო იღებს სადმოა ბურთი, თვლის უკვე იქ დგას გოლ. თუნდაც აი მარტო ჰაილაითები ვისაც აქვს, ხონა შეიძლება თქვას, რომ უმართლებს რა, იქ დგება, იქ მოსდის ბურთი და რაღაც და აი მთელ თამაშს რო უყურებს, სულ როდესაც არ ხვდება ბურთი, სულ მაგას აკეთებს, რომ აი ცდილობს მიხვდეს საწავა ბურთი, იქ დახვდეს, აი ეს არის აი კლასიკურად სტრაიკერის უმაგრესი თვისება, რაც მიქაუტაძეს აქვს, ძალიან მაგრად განვითარებული ჩემი აზრით. რეალ სოსიედადმა წააგო მოკლედ ვილარეალთან და ესე იგი ვილარეალი იმყოფება მესამე ადგილზე, ბარსა რეალი ვილარეალი, ესეა. 58 ქულა აქვს, ატლეტიკოს გაუსწრო ერთი ქულით ატლეტიკოს წაგებისგან გამომდინარე. და ატლეტიკო ვილარეალს შორის იქნება ჯახი, მოკლედ, ვინ გავა მესამეზე, ვინ გავა მეოთხეზე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა წესით განაღდებული აქვს ვილარეალს, წესითაა განაღდებული აქვს. მაგრამ დაძაბულობა არის, რეალი ბარსაში პირველ ადგილზე ვინ გავა 4 ქულა, არც თუ ისე ცოტა თან არ არის უკვე ბევრი თამაში დარჩენილი, მაგრამ ერთმანეთში უწევთ თამაში ასე შემდეგ, ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომ ატლეტიკოს და ვილარეალი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იბრძოლებენ მესამე, მეოთხე ადგილისთვის. მაგრამ ძალიან მაგარია, რომ მიქაუტაძის გუნდი ახლა კი ვნახეთ, რაკთან ჩემპიონთა ლიგაზე ვერაფერი ვერ მოიგეს და გამოვარდნენ, მაგრამ კიდევ გადიან. და მიეცემათ შემდეგი შანსი და იმედია შემდეგზე უკეთესი იქნება და ქართველი გოლიადორის მეტ გოლს ვნახავთ ჟორჟიკას, წარმატებები უსურვოთ ჟორჟს. შემდეგი თემა უცებ რომ მინდოდა მეთქვა არის სელტა ვიგო ალავესი. სელტა ვიგო ალავეში მინდა გითხრათ 4-3 მორჩა, ოღონდ ალავესმა მოიგო, ოღონდ მოიგო 3-0 აგებდა პირველ ტაიმში. 38 წუთზე, 37 წუთზე აგებდა 3-0 გუნდი და პირველ ტაიმის ბოლო წუთებზე გაიტანეს გოლი, 3-1 მორჩა, თან გასვლაზე თამაშობენ. და 3-1-ია რაღაცა და 50 წუთზე იგი პერეზმა გაიტანა გოლი, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი პერეზი, მაგრამ გოლი გაიტანა, საღოლ პერეს და მერე
74 და 78-ზე ორი გოლი გაიტანეს და 4-3 დამთავრდა. თან იქით სელტამ კიდე გაიტანა, მაგრამ გოლი არ ჩათვალეს, იმიტომ რომ ჯარიმა იყო და აი ძალიან დაძაბული თამაში იყო, მაგრამ არსად არ შემხვედრია. საერთოდ რომ აი ამაზე ვინმე ლაპარაკობდეს, იმიტომ რომ თამაშობს სელტა და დეპორტივო ალავესი, მაგრამ ეს რო ყოფილიყო პრემიერ ლიგის გუნდი, მე ვფიქრობ, აი ვულზი და ვესტ ჰემი, ხო? ეგენის ბოლო ადგილზე არიან მაგალითად. აიმე და პრემიერ ლიგაზე მაგარი ლიგა და ეს ფერმერების ლა ლიგა და ლა ლიგაში რო არავინ არ ლაპარაკობს. არადა ძალიან მაგარი მატჩი იყო მართლა. და რა ვიცი, მე ესე ლაივში არ მინახავს, მაგრამ მე ვუყურე, მოკლედ გადავახვიე, ესეთ რო გავიგე რომ ესეთი ამბები იყო და ძალიან ვისიამოვნე, ძალიან დაძაბული თამაში იყო და ნეიტრალური თვალით იყო უმაგრესი და სელტას ფანებს ქართულ სელტას ფანებს ვიცი ბევრი ხართ, მინდა გითხრათ რომ არა უშავს, ესეთი რაღაცები ხდება, ხოლო ალავესის ქართულ ფანებს მინდა მოგილოცოთ თქვენ ალბათ უმცირესობა ხართ, მაგრამ წარმატებები ალავეს შემდეგ წელს შეიძლება ლა ლიგის ტოპ 18-ში შესვლაზე ფიქრი. საბოლოო ჯამში მოკლედ ცხრილი კიდე ერთხელ ესე გამოიყურება ლა ლიგაში. დაძაბულობა როგორც გითხარით, ბარსა რეალის შორის, ბარსა რეალს შორის და ასე შემდეგ. ბარსელონასთან საბოლოო ჯამში მოკლედ ესე გამოიყურება ლა ლიგის ცხრილი. ბარსა რეალს შორის არის დაძაბულობა, თან ბარსელონას ძალიან რთული ცხრილი აქვს. ესე იგი, ახლა უწევს ატლეტიკოსთან ლა ლიგაში თამაში, შემდეგ ატლეტიკოსთან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, შემდეგ ბოდიში ესპანიოლია, ბოდიში და მერე ისევ ატლეტიკო, ანუ მოკლედ ატლეტიკო უკვე გულიერებათ ერთმანეთზე, რო ხედავენ ფლიკი და სიმეონე ერთმანეთს, სიმეონეს ხო ზოგადად ბარსა და რეალზე გულიერება, მაგრამ აი მე ვარ რეალის კომაგი, როგორც მიხვდით, უკვე იცით, მაგრამ ბარსელონა ატლეტიკოს თამაშზე გულშემატკივრობ ბარსელონას. ატლეტიკო უფრო არ მიყვარს მე ვიდრე ბარსელონა, სიმართლე რო გითხრათ. ლა ლიგაში არ არის პრობლემა. წააგოს ბარსა მეგმაწყობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მინდა რომ ბარსამ 7-0 მოუგოს ატლეტიკოს, საერთოდ არ მეწყინება, ძალიან გამიხარდება მართლა და იმედია მოუგებს კიდეც, მაგრამ ნუ ერთი ისაა რომ პირველი თამაში კამპ ნოუზეა და მე მეტროპოლიტანოზე უწევს ატლეტიკოს, მაგრამ ამბონოზე უნდა მოუგონ ერთი 4-0 მოკლედ აი ატლეტიკოს, მაგრამ აი არ არის ეგეთი უნდა ატლეტიკო. აი შეიძლება არ მოგწონ, ესე ბევრს არ მოწონს, მაგრამ აკეთებენ რა თავის საქმეს. შეიძლება გამოვიდნენ კამპ-ნოუზე მოუგონ ბარსას, ვერ გაუგებ. მოკლედ ესეც საინტერესო ცხრილია და მაგიტო აქვს რეალს უფრო დიდი შანსი, რომ ესე იგი ბარსას დაეწიოს და გაასწროს და პირველზე გავიდეს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ რეალს შემდეგი მატჩი მალიორკასთან აქვს, შემდეგ ჟირონასთან აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნთან. მერე ალავესთან ბედან, რომ ბარსა რეალიც გვიწევს, მოკლედ მაგან ალბათ თან ბოლოს უკვე სამი თამაში იქნება მაგის მიერ დარჩენილი ლა ლიგაში და ალბათ გადამწყვეტი ეგ იქნება რა. ამიტომ კაი ელ კლასიკოც გველის, ჩემპიონთა ლიგის ფინალიც იყოს ელ კლასიკო, არ მაქვს პრობლემა და მოკლედ ყველაფერი მიდის ფეხბურთში საინტერესოდ იდეალურად ჩემპიონთა ლიგას. მალე შემოგვეწევა ახლა აპრილში, რაღა დარჩა და მოკლედ წარმატებები უსურვოთ კიდევ ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე კვარას პირველ რიგში, მამარდას პირველ რიგში და ნუ ქოჩორა სპორტინგს, უსურვოთ, მაგრამ რო წააგოს არ მეწკემედო, ქოჩორა არ თამაშობს და დიდად არ მინდა სპორტინგის ნახვა არსად, მაგრამ არსენალი თუ გაგდეს გამიხარდება. მაგრამ წარმატებები ასევე დიდი უსურვოთ მადრიდის რეალს, რა თქმა უნდა, ჰალა მადრიდ, ჰალა არბელოა და მოკლედ კარგი კვირა და კარგი კვირები გველოდება ფეხბურთში, სანამ სოფლიო ჩემპიონატი დაიწყება ზაფხულში. ამ სეზონის ბოლოს ბევრი საინტერესო რამ მოხდება, როგორც ვისაუბრეთ. მე კი მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, თუ არ მოგეწონათ, დაადისლაიქოთ. გამოიწეროთ ჩემი არხი თუ მოგეწონათ და დაალაიქებთ. თუ არ მოგეწონათ დაადისლაიქებთ, არ ვიცი, არ დაასაბსკრაიბოთ, კომენტარები დაწერეთ, ის ზარის გილაკი ჩართეთ და შევხვდებით უკვე ჩვენ შემდეგ ვიდეოში. Peace.